ძალიან გთხოვთ, დატოვეთ თქვენი პატივმოყვარეობა, თქვენი სიამაყე, ეგოიზმი გარეთ, აქ მაინც, სამრევლო სივრცეში მაინც ეცადეთ, რომ იყოთ ქრისტიანები. ანუ მომთმენი, დამთმენი, მიმტევებელნი, ესმით, უსამართლო თუ მოგექცევიან, ესე ჩათვლი შენ, იმიტომ რომ საკუთარი სიმართლით ზომავ, დაღუნეთ, აქ მაინც მოახერხეთ ეს. აქ რო თქვენ ვიღაცას აპატიებ. აი მოვიდა ვიღაცა და აი უცა საშინელი რაღაცა გითხრა, ან შეურაცხყოფა მოგაყენა, ესე ჩათვალე შენ. თორე შეიძლება ესე არ იყოს. ამის მაგალითები ძალიან ბევრი მაქვს. როცა ადამიანი მოდის პრეტენზიით სხვაზე, რომ მას შეურაცხყოფა მიაყენა ვიღაცა მრევლის წერმა, მე გამომიძიებია და ტყუილია, არ არის ესე მოჩვენებების გჭირს სამწუხაროდ. ეშმაკი შეუძლია ეშმაკი დეფორმირებას ახდენს ჩვენი აზროვნების. დაუშვათ სიმართლეც არის. სად ივარჯიშებ სხვაგან, რომ მიუტევო. მეორე ლოყა მიუშვირო. წერი გიყვარდეს, მაჭირებლისათვის ილოცო. ამას ქუჩაში, თანამშრომლებთან, ტრანსპორტში ხო ვერ გააკეთებ. ოჯახშიც კი ვერ გააკეთებ ამას. ამას მხოლოდ აქ გააკეთებ, იმიტომ რომ აქ თუ უკიდურესად დაიმდაბლებ თავს, ან თუ ამას ყველას თვალწინ გააკეთებ, მხოლოდ ამაღლდები. მხოლოდ განცვიფრდებიან შენს გამო. და როცა აქაც კი ვერ ვაკეთებ, როცა აქაც კი პატივმოყვარეობა გჯობნის, სხვაგან რა იქნება და რა დაგვემართება?